ხო, ზოგს გონია ალლაჰუ აკბარ რას ნიშნავს. ბევრი ფილმები ნახეს, რომ ალლაჰუ აკბარ იძახიან თავს აფეთქებენ მე. რამდენად გავრცელდა ეს სტერეოტიპი ფილმებიდან და ასე ეს მედია რომ რამდენად გავრცელდა. უნდათ რომ მუსლიმების ცუდად ჩვენება. ალლაჰუ აკბარ ნიშნავს ღმერთი უდიდესია. ქრისტიანი არაბები ვინც არიან, მართლმადიდებლები არაბები არიან ქრისტიანები, ღმერთს როგორ იძახიან? ალლაჰს იძახიან. მაგრამ ბიბლიაში წერია ალლაჰ. ისინი იძახიან ალლაჰუ აკბარ. დიდება ღმერთს, ანუ ღმერთი უდიდესია. ეს ცალკე მინდა ვთქვა რომ ზოგი ხალხს არ ეგონს რას ნიშნავს ეს. ძალიან მიგვირს რომ როცა რაღაცა მაგალითად მე მინდა რაღაცაზე გარკვევა, მე მივდივარ იმ ადამიანთან, ვინც არის იმ რაღაცის ასე ვთქვათ მიმდევარი. ხო? ვინც იცის თავის რაღაცა. თუ ადამიანს უნდა რაღაცა ისლამზე გარკვევა, უყურებს ყველანაირ ხალხს, მედიაში ვინც არის, მაგრამ არა მუსლიმანს. ყველას აი სისულელე რას არის. რამინეს ქრისტიანი არაბები რო არიან, იდან ჩვენ მუსულმანები ვილაპარაკობენ და სუბჰანალლაჰ, ინშალლაჰ. არაბული ენა მაგითო ძმა. არაბული ენა. მაგრამ ბიბლიაში წერია ძმა, სიტყვა ალლაჰი წერია, ალლაჰუ აკბარ წერია. იგივე ენა აქვს. ქართულად ხო ლაპარაკობ ღმერთის ნებით. იგივეა, ქართულად ღმერთი არის, რუსულად, ბოლკინგისოდ გად, არაბულად ალლაჰ, იგივეა ზუსტად.